მოკლედ დღევანდელი მისია მდგომარეობს შემდეგში. ეს ჯიგარი, Sena 60 სიუახლეს მოდელი. უნდა ჩავაყენოთ ამ ჯიგარში. აგევე პისტა. ამ მოდელში ბევრი ვერ აყენებს Sena-ს, ან თუ აყენებს ყურზე აჭერს, ან ცუდად ესმით. მე ვიცი რაღაც საიდუმლოებები ამ ჩაფხუთში როგორ უნდა ჩავაყენოთ და დავიწყებთ მონტაჟს და გაგიზიარებთ. ოღონდ ლაიქი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერები და ასე შემდეგ. აგერ პისტას აქეთ ამ მხრიდან აქვს ნაჭერი. მერე არის ესეთი პლასმასი შუაში. ესეთი პლასტიკი. მერე არის აქედან ბუბკა და მერეა კიდე ნაჭერი ზემოდან ბალიში. ხო და ჩვენ როცა დინამიკებს ვაყენებთ. აი ესე რეალურად ხმა ბგერები ხდება ამ პლასმასს. და ჩერდება პლასმასში, ანუ არ გადის ფაქტობრივად სათანადოდ ყურამდე არ მიდის ხმა და როგორ გვიქნება კარგი ხმა. ჩვენ ახლა გვჭირდება შემდეგი რაღაც. აი ეს უკანა ნაჭერი რაც არის თხელი, ეს და აი ეს პლასმასი უნდა გამოვჭრათ საკანცელარიო დანით. აი ესე მრგვალად ამ დინამიკის ფორმაზე უნდა გამოვჭრათ ძალიან ფრთხილად. აი ეს გარეთა ნაჭერი და ის პლასმასი ისე რომ შიგნი ბუბკას არ შევეხოთ. და ამით მოვახდენთ ჩვენ იმას რომ ბგერები გავა უკვე აქედან. გამომავალი ბგერა, პლასმასი აღარ შეხვდება კედლად და პირდაპირ გამოვა აქედან და გვექნება იდეალური ხმა. მაქვს უკვე გაკეთებული ორ ჩაფხუწე და ამაზეც რატო არ უნდა გამოვიდეს. საქმის გამარტივებისთვის ქაღალდის სკოტჩით და მაგრატის დახმარებით გამოვჭერი ესეთი ამ დიამეტრის სკოტჩის გოლი და ამ სკოტჩის გოლს დავაკრა უკან. აი ეს. რომ ვიცოდე საზღვარი სად უნდა გამოვჭრა. უბრალოდ თავარი ნიუანსი აქ რაც არის გასათვალისწინებელი. აი ეს ძაფის ნაკერი, სადაც არის ძაფის ნაკერზე თუ საკანცელარიოდან ჩავჭერთ, დაიწყებს რღვევას. ძაფის ნაკერის შიგნით უნდა შევძვრეთ და ესე შემოვჭრათ ნაზად. ვინმემ თუ ეს ვიდეო ნახა და მომბაძა და დაიწყო ჭრა და გავიდა სკვაზნოიზე, ჩემი ბრალი არ არის. ეგ თქვენი გამოუცდელობის ბრალია. თუ გინდათ მოიტანეთ და ამოგიჭრით და თქვენ თუ დააზიანეთ ახლა ამ ვიდეოდან შთაგონდით და დაიწყეთ კეთება და გააფუჭეთ, ჩემი არაფერ შუაში ვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი. ჯერჯერობით სუფთად მიდის პროცესი. ხო, ეს ამოვჭერით მოკლედ, გამოგვიჭდა ბუბკა. ღრუბელი, აქედან ეს ღრუბელი და მერე გარედან ნაჭერი. აქედან უკვე ბგერები გავა. ახლა მეორე მხარე და მერე დავიწყეთ ჩამონტაჟება ჩაფხუთში. ფაქტობრივად მიკროქირურგიული ოპერაცია. აი ესეთ ჩაჭრას რო გავაკეთებთ, მერე ეს უნდა ავპრიხოთ და ნელ-ნელა შევაპაროთ დანა, ისე რომ უშუალოდ ქვემოთა ქაფზე არ მოვიდეს საშიშროება არ ქონდეს გაჭრის. აი ესე ავწევთ, აი ესე დამოს ჩაყოფ და ნელ-ნელა გაყვები და გაყვალ ბოლოში. რთული არ არის, უბრალოდ თუ ორივე ხელი მარცხენა გაქვთ, ჯობია არ მოკიდოთ ხელი დანას ყოველ შემთხვევაში. მოკლედ ჩვენი ჰარმან კარდონები დადგება დაახლოებით აქ და მერე ეს დაეფარება ზემოდან. აი დაახლოებით ესე მოხდება ერთმანეთთან კონტაქტი. და ეს ამებს რო ჩავაწყაპებთ, ეს მიიწევს აქ და ესე ჩაჯდება და გვექნება ხოშიანი ხმა. შემიძლია პისტას მეორე საიდუმლოებაც გავამხილო. ოღონდ ერთი პირობით გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, გააქტიურეთ განზალაკის ღილაკი. მეორე საიდუმლოება მონტაჟის არის ის, რომ აი ეს დავაწებე აქ და ეს კაბელი უნდა ჩავიდეს აი აქ. და ჩასვლის ადგილში, სადაც ეს აი ესე უნდა ჩავიდეს. და მე ამის დაფარების დროს ეს კაბელს რო არ მიაწვეს ეს პლასმასი. ეს პლასმასიც უნდა გამოვჭრათ, ესე აი გაჩვენებთ როგორც.
აი ესე ვნიშნავ ხოლმე რო არ გამიქცეს. აი ესე. აღალის კოჩით და მე საკანცელერო დანით ჭრი. ნახეთ როგორ ლამაზი ჭრა გაუკეთე თქვენ კიდე არხსაც არ იწერთ თუ. ახლა ეს უნდა გავაძვრინოთ აქ. ესე. ცუდი რამე არ იფიქროთ. არ შედის, მაგრამ უნდა შევიყვანოთ. გზა არ არის. ან სრულად ჩაჭრა არ მინდოდა ამის, იმიტომ რომ მე სიმყარეს კარგავს ეს და მაინც ესე ვაკეთებ ხოლმე რა. ჯობია ცოტა ძალით ჩასვა. ვიდრე ესე ჩაჭრა რა, ესე მთლიანად. აი ამას ტოვებ ხოლმე სიმყარისთვის. ვინ თქვა არ შეეტევო? ეგეთები შემიტევია. ესე რა აზრის ხართ? პახაბნი იუმორზე. გოიმობა. კარგი. ესეც ასე. ჩავსვით კაბელი და ამ ბალიშებს დავუბრუნებ თავის ადგილზე, ეს კაბელი იქნება ძალიან სტრესის გარეშე, არაფერი არ მოიწეწყვება. და იმუშავებს დიდხანს და ბედნიერად. მესამე საიდუმლოებაც უნდა გაგიმხილოთ პისტასთან დაკავშირებული. დღეს ნამეტანი კეთილი ვარ, არ ვიცი რა. არ შეიძლება ესეც არ შეიძლება ყველაფერს აგზავნიერებ. ესე იგი ამას დავადებთ აი აქ ჭრილი სადაც არის. მე ან მხრით ავიღებთ, დავაკრავთ ზედი. სიმეტრიულად. ეხლა საჩვენებლად სიმეტრიულად არ არის. ნუ სიმეტრიულად მე ამ სკოჩს ავაძრობთ და ესე ნელ-ნელა უკვე წებოვანი მხარე რო გამოგვიჩნდება. აი ესე რომ ამას გავუსწორებ ჭრილს, სადაც ამოჭერით, რისთვისაც ვიშრომით ამდენი. ესე და ესე ნელ-ნელა დავაფარებთ და მივიყვანთ იქ, სადაც უნდა მივიდეს. და დავაწევთ და დაეკრობო. მე უკვე გავაკეთე ეს. აი აქ არის ხრიბი. სხვა მეთოდით ესე ვერ გაარტყავ რა, მეტი მეთოდი ყველაზე მარტივი ეს არის. ერთი გავაკეთე, ახლა მეორე მხარესაც იგივეს ვიზავ და უკვე ფინიშისკენ ვარ.